მოგესალმებით ალბატორები და ბატონებო, ვაქცეი საუბარს სანამედროვე სათეატრო პროცესებზე, კაზადონი ლელაუჩევი, კაზადონი დამარხუტელზე არის ჩვენი სტუმრები და ჩვენ დღეს საუბრობთ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლზე „ქეშაპ“, რომელიც საბას ფორმაზე შემოთავაზდა და რომელსაც რაღაცა ისეთი ფუნდამენტური ისტორია ქართულ თეატრში ლატომესკიშვილის აჩაღენით დაწყებული ახალგაზრდა საჩალები ხო ის რაღაცა ქართულ თეატრში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევალია უკანონია და გეხორება ფრანგულია და გიასაც ამალია თანაწუუბიტო და საფასოს რაღაც გადაცახილი მხატვრის ნახიშებით და რაღაც ესთეტიკით ახმიტენის კი ბატონო კი თვითონ პიესა იმდენად მასშტაბური, იმდენად ღრმა და დიდი თავისი უცვლელობით რომ გამიგებო საბა ამას თქამდა რაღაცა მეუცნაურად და სწორედაც აი ამ საბას სიქამამე არის გამსაჭრელი იმისა რომ რასაკურველია რაღაცები ახალიდან უნდა გაგეთდეს ახალი ხელი რომ ვნახე პიესა მე წაგეთოლი მგონოს კომპიუტერზე ძალიან პირველი პარალელი დაიჭირეს შეცვლის ამდენიმე კი ბატონო იჩარდის დასვენული ამეთით დაშორებული იქამდე რომ მომეჩენარ ზოგიერთი სცენა ბანანათაძე ხوار მიტენ თქომარა მე მგონი ეს არის ყველაფერთან და ეს რაღაცა ხშირად ხდება ხოლმე ეს ტრანსფორმაცია თეატრში პირველ რიგში როგორია თქვენი შეფასება და რას ურჩევთ მავრებელს სასწავლებლებში კი ბატონო დავიწყებ მეც ნიკო დაგეთანხმები პირველად რომ გამოცხადდა ანონსი ძალიან შევშფოთდი ძალიან შემეშინდა კი ბატონო არ არის ადვილი არა საერთოდ არ არის ადვილი ახმეტელის ამ ყაჩაღებზე მუშაობა ახმეტელის შემდეგ ამ ყაჩაღებზე მუშაობა რამდენადაც გარდა იმისა რომ მისი საუკეთესო სპექტაკლი იყო ქართული თეატრის ისტორიის ძალიან ტრაგიკული ფურცელია ხო მასთან დაკავშირებული და ამდენად ვიფიქრე ერთი ტექსტს როგორ მოირგებს, მერე კონცეფციას როგორ აწყობს, დრო განსხვავებული, ანუ ასეთ შემთხვევაში ხა იქ ისეთი მსახიობები თამაშობდნენ, ესეც გასათვალისწინებელია და თან მოქმედება კონცეფცია როგორ აიგება, ხო, ძირითადში. მაგრამ როცა ვნახე, ჩემთვის ეს სპექტაკლი სრულიად მისაღები აღმოჩნდა, გადაძახილი რა თქმა უნდა დაგეთანხმები რომ არის პარალელები აშკარად იკვეთება იგივე სცენოგრაფიიდან დაწყებული, ხო? აი ეს კიბეები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კიბეები გადამწვარია. და იქ კიბეების თავში იდგა სავარძელი, საიდანაც მე უკვე ბოლოს დაეშვებოდა, აი ამ სავარძელს მუდმივად ებღაუჭებოდა ეს ფრანცი. და ბოლოს დაეშვებოდა და თვითონვე იკლავდა თავს. ეს კიბეები მე დოდოალევსიდან ღალევსიდანაც საერთოდ ახასიათებდა იმ პერიოდის მსოფლიო თეატრს, არა მარტო ქართულ თეატრს, ეს ექსპრესიონიზმიდან მოყოლებული და გარდა ამისა, კონცეფცია რა თქმა უნდა სრულიად განსხვავებულია. აქ აქვს გადამწვარი კიბეები ანუ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის, არც ტახტი არის და არც რაიმე რაღაც ისეთი ფუფუნების მიმანიშნებელი, ხო, ძალიან ისე პრიმიტიულად დაცვიათ თითქმის, ეს ძალიან თვალში მოხვდა ყავისფერი განსაცმელი აი ამ ყაჩაღების, რაც უახლოვდება თითქოს და მუსოლინის ყავისფერხალათიანების ასოციაციასაც, ჯგუფის ასოციაციასაც იწვევს და სრულიად გამპოეტურებული სამყაროა სცენაზე წარმოდგენილი. არაჩვეულებრივი მომეჩვენა მუსიკალური გაფორმება, რომელიც, რა ვიცი, ეს კომპოზიტორი ლომის აღმოჩენაა, ხო, პროფესიით მსახიობი, რომელიც დგავს ლამის დგავს, ხო, აი ამ მუსიკას მთელ სპექტაკლს მიყვება თან გარდა იმისა, რომ სპექტაკლის რაღაც ნაწილია გიჩნდება სრულიად დაუსრულებლად სპექტაკლის მიღმაც მე უკვე დამოუკიდებლად მოისმინო და ახლა კოტებურცელად ეს ჩვენი ქებადიდება არ სჭირდება ის ისედაც ყოველთვის რაღაც საინტერესო სიურპრიზებს წარმოგვიდგენს ხოლმე, მაგრამ აი ამ ფინალური სცენა რაც ჩატარდა ამალიას მკვლელობასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი რაღაც ფეიერვერკული სცენა არის, აი ამ მხრივაც სპექტაკლი ძალიან საინტერესოა და
ნუ ცალკე მსჯელობის საგანი უნდა იყოს ალბათ მანანა ანთაძის მუშაობა აი ამ სასცენო ტექსტზე. და აი მანანა ანთაძის სასცენო ტექსტი, ნუ ნამდვილად ახალი რაღაცა მიღწევა, საერთოდ მიღწევა არის, მე მგონი აი ამ ორი ადამიანის რეჟისორისა და სპექტაკლის კი ბატონო და ნუ ფაქტია რომ ისინი ძალიან საინტერესო ნამუშევრებს დებენ, ხო? გარდა იმისა, რომ აი კი ბატონო და ძალიან კარგი და მშვენიერი თანამშრომლობაა და გარდა იმისა, რომ აი შემცირებულია ხუთმოქმედებიანი პიესა დაყვანილია ერთმოქმედებად და აი მე კიდევ ჩაუჯექი არ დამეზარა გადავიკითხე ეს პიესა და თვითონ დრამატურგისეული ტექსტიდან არ გადის მანანა. ყველაფერი აბსოლუტურად ეს ძირითადი მასალა ჩადებულია, რაც მას სპექტაკლში აქვს, სასცენო ტექსტში აქვს განმოტანილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შექსპირთან გადაძახილი და საერთოდაც გერმანული კლასიკური დრამატურგია დაეფუძნა შექსპირს. და აქედან მოდის შილერის სიახლოვე შექსპირთან და ეს გადაძახილი იგივე ჰამლეტის მონოლოგთან და იგივე რიჩარდთან მსგავსება და აი ეს ამ მსგავსებს მერე კიდევ აი პიესაში თვითონ დრამატურგი ესეც შესამჩნევია და იქ რაღაც მომენტში შაკო მირიანაშვილმა ესეთი პლასტიკური მონახაზი გააკეთა, რომ თითქმის მიუახლოვდა რამაზ შიყვაძის ეს ცნობილ განსახიერებას, როდესაც ხან ცეკვავს და ხან კოჭრია. თუმცა აბსოლუტურად ის ომისთან ორგანულად კი, ორგანული აბსოლუტურად, კი, ძალიან კარგი ნამუშევარი აქვს, ძალიან კარგი ნამუშევარი. თავდადებული მე ზეანალ შემთხვევით ამახსენე საბასი. მე სიტანამე მომწონს, სადაც არასდროს რაღაც ხელშეუხებელი კიდევ მისთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ძალიან ახთულ დრამატურგის ხელს და თანამედროვე მაყურებელს, აი როგორც ეს ჩვენთვის არა Facebook, Instagram-ის story, რომელიც story და Facebook-ი რაც განსაზღვრავს დროის შეიძლება რომ ჩვენ აი ამ stories რაღაცა 23 ქრონოლოგიაში ნაპოლობთ, მაგრამ ხარჯები აი თითქოს აი აქამდე აი უხეშად ამ სიტყვის კარგი გაგებით არის ამ ხელა პიესა აყვანილი ერთ მოქმედებაზე და მოტანილი ისე რომ თაილანდელი მაყურებელი არათუ გაცნობს არამედ ასვალდენით მიგენს ილეცვერიშოვე რენჯერს ბიეტიშონ ალბათ ეს არის ის რაღაცა ოქროს შუანელი რომელიც ვიღაცა შეიძლება მოძებნოს, ვიღაცა შეიძლება არ მოძებნოს, მაგრამ თანამედროვე თეატრისთვის ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ითვალისწინებს დროს, კონტექსტს რა მომენტში დააჩქარებულ დროში უწევს ხოლმე. აი, თქვენთვის როგორ იყო პირველი ემოცია, რომ გაიგეთ, რომ ითქმება შილერის ყაჩაღები და მე როგორ ისმახეს. ხო, ეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგეთ, რომ შილერის ყაჩაღები, რომ გავიგეთ, რომ იმიტომ რომ ჩვენთან მართლა ამას თქვა, რომ ეს ყაჩაღები მაინც იწვევს ახმეტელის ასოციაციას, ასე ვთქვათ, ხო? მის ხსოვნას, მის მნიშვნელობას ქართულ თეატრში, სპექტაკლებში, შედარებასაც. რა თქმა უნდა, ეგ არის მთავარი. და მართლა საშიშია, მართლა სითამამე საჭიროა. კიდევ მან ერთი მომენტიც მოხდა სითამამის ხას თუ მივყვები მეც, რომ მას შემდეგ კი არა, არც ახმეტელის დროს და მით უმეტეს მას შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრი საერთოდ არ იხედებოდა ყაჩაღებისკენ. ეს რაღაც აბუირებული ეს იყო პიესა, ხო? ბევრი ფაქტორი განსაზღვრავდა, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ეს ტრაგიკული გაგრძელება ამ ისტორიის და ამეთაც თამამი აღმოჩნდა მარჯანიშვილის თეატრიც, ბატონი გოგი მარგველაშვილი, რომელმაც დაარღვია ეს კარგი გაგებით დაარღვია და სამბაც, რომელმაც რაღაც ცოტა არ იყოს თავხედურად ასევე კარგი გაგებით იფიქრა, რომ მოდი, აბა და სწორია, ნიკა აბსოლუტურად მართლა სამოთროზე ერთი არო ქრონომეტრაჟი, რომელიც მართლა რამდენჯერ ყოფილა მივსვათ სპექტაკლზე, გვეკითხავს რამდენი ხანი გრძელდება. იმდენ კი არა, რომ დრო უკვე გამოყოფილი გვაქვს, მაგრამ უკვე იცი, რისთვის უნდა მოემზადო დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენი შინაგანი გარემოს, საზოგადოების პრობლემები, რომელიც აი თუნდაც იგივე ის დროში რაღაც აჩქარებული
არსებობა ჩვენი და ამ ბევრ რაღაც აღარ გვაქვს თავი, ასე ვთქვათ, რომ უყუროთ 5 საათიან სპექტაკლს 4 მოქმედიან პიესას სიტყვით თუ გაყვება რეჟისორი და ამავე დროს რა თქმა უნდა მთავარია რატომ დღეს ყაჩაღები ხო? აი რატომ გინდა რომ დღეს დღევანდელ საზოგადოებას ამ ამ თემაზე, ამ პიესაზე, ამ პრობლემებზე ესაუბრო. და აი თამუნამ სწორი თქვა რომ მანა ნანთაძის და საბას თანამოაზრეობამ შექმნა ის რომ ზუსტად იმ წერტილებზე, აი იმ რაღაც מחვილებზე დასვეს ეს სპექტაკლი, ну რა თქმა უნდა ეს რეჟისორის კონცეფცია ხო რა უნდა, რატომ უნდა ასეთი ყაჩაღები დღეს, რა მოგვიყვა დღეს თვითონმა პერსონაჟმა, რომელიც მართლა ძალიან საინტერესო ეს არის, ხო? სამსახიობურად და აი რა სახეები არის შექმნილი, როგორები არიან დღეს ფრანცი და კარლი დაუშვათ, აი დღეს და არა როგორი შეიძლება ყოფილი, ხო, ან თუნდაც 10 წლის. ხო. აი დღეს ხო. და დღეს აი რა მოხდა ესეთი და მართლა მიდიხარ ცოტა ესე მივდიოდით ალბათ ყველა რომ აბა მოდი ახლა და ძალიან საინტერესო იყო და მართლა გაყურებინებს ყველაფერი სპექტაკლს თავისი ციტატები, თავის გადაზახილები, თუნდაც იგივე ეს ფინალური სცენა, როდესაც ეს ნეკროშოშის ოტელოს ძალიან ესეთი ციტატა ეს იქიდან ვალსის ოტელოსთან ეს ასე თქვა ფინალური ამბავი, როდესაც ეს ყველაფერი სრულდება და ამავე დროს ეს არის ძალიან ზუსტად ჩვენ ვიცნობთ უკვე კარგად მივხვდეთ რა ახალგაზრდა საბას ამაზიშვს ზუსტად ვიცით რომ ეს არის მისი ხელთე აბსოლუტურად მისი ხედვა მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მსახიობის მიმართ პრობლემების მიმართ რომელიც არსებობს შეიძლება ეთანხმება ახლა ჩვენ ხო ამაზე არ ვართ რომ ყველა თანამოაზრები უნდა ვიყოთ რაღაცების შეფასებაში მაგრამ როდესაც შენს პრობლემას შენს ხედვას მიჩვენ აი ამ ფორმატში რა თქმა უნდა ეს იზიდავს შენს გიზიდებს რა თქმა უნდა ამიტომ არის რომ მაყურებელი მე მგონი უკვე ყოველდღე უკვე ყაჩაღებს თამაშობენ მარჯანიშვილი იმიტომ რასაც მე თვალს ვადევნებ მიდის დღეს ყაჩაღები ხვალ ყაჩაღები და შემთხვევით ხო არ არის ეს არ არის სპექტაკლი რომელზეც მაყურებელი მიდის და ერთობა ცინის და კომერციული ტიპის სპექტაკლი ეს არის ძალიან სერიოზული ტრაგედია რომელზეც ალბათ თითოეული მაყურებელი მიდის იმიტომ რომ ალბათ ის მთავარი პასუხები მიიღოს რაც ჩვენთვის ჩვენ მეხსიერება ჩვენ ცოდნაში თუნდაც არ ცოდნაში არის ყაჩაღებთან დაკავშირებული ხო? თვითონ სასადებო ანსამბლი. ხო. არაჩვეულებრივი. ამ ანსამბლი მართლა მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდების და მე კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა საბასთან დაკავშირებით და მე ვერ მინდა მსახიობობზეც ისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს სადას ყველა სპექტაკლში იმის რომ საბა იზრდება სპექტაკლი. და იცვლება. და სულ იცვლება. თვით კრიტიკა, რაღაცა თვით ირონიას და თვით კრიტიკაც, იმიტომ რომ რაღაცა ეს კრიტიკულობის განცდა საკუთარ თავთან სულ ჩასვლის ნამუშევრებში და ძალიან საინტერესო. იცვლება ეს მომწონს იმ კონტექსტით, რომ ნაირები, აი ხო, რაღაცა ესთეტიკით და ხშირად ხდება რეჟისორს რაღაცა ამოუაინეს ჩაეჭიდება და მიიღება და საბა ამ ესთეტიკას ამ ფორმას ჟანრულოთაც აბსოლუტურად ეს არის სუპერ კონტექსტიდან იესიდან გამომდინარე რა რედაქციის სახიობებზე რას აი მსახიობებთან დაკავშირებით ნუ პირველ რიგში მინდა რომ მაინც ორი სიტყვა ვთქვა მთავარ კონცეფციაზე და იგივე განსხვავება ახმეტელის სპექტაკლსა და საბას სპექტაკლს შორის რაც მე პირადად დავინახე ძალიან გამოკვეთილად იქ იყო რევოლუციური სპექტაკლი გმირი იყო ხო ეს აკაკი ხორავა ფაქტიურად რევოლუციონერი და პლუს პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანი აქ ჩვენ ხედავთ რომ მათ უნდათ სისტემის დანგრევა სულ ყველას მაგრამ აი სრულიად გაუცნობიერებლად ეკიდებიან არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკოსი ხედავთ ხო და ვერც არასოდეს ვერ ჩამოყალიბდებიან ისინი არიან საერთოდ ტრაგიკული ადამიანები იმიტომ რომ
აი და ისეთივე პიროვნებები არიან, როგორებიც დღეს ჩვენ ვხედავთ, აი როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. აი ამ ხრივად ძალიან ეხმიანება ჩვენს რეალობას, რამდენადაც აი ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკოსები საერთოდ აღარ არსებობენ და აი ამ ტექნოკრატების მსხვერპლად იქცა ეს ჯგუფი ადამიანების და აი აქაც თვითონ კარლიც მსხვერპლია სისტემის და თვითონ ფრანციც, ხო? აღმოჩნდა, რომ აი მამა, რომელსაც ორი შვილი ყავს, როგორ აიძულა, რომ გაბროტებულიყო, რომ ეს პანდორის ყუთი გახსნა და ფაქტიურად ასეთი დიდი უბედურება დაატრიალა მისი აღზრდის მეთოდოლოგიამ და როგორ მართავდა ეს ადამიანის სამყაროს, აი ესეც ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ იკვეთება, ხო, აი ამ სპექტაკლიდან გამომდინარე. რაც შეეხება თვითონ მსახიობებს, აი მე მომეჩვენა, რომ თვითონ თითოეული მსახიობი ძალიან ისე ძირფესვიანად აცნობიერებს რა მოვლენასთან აქვს საქმე და ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ სპექტაკლის გათამაშებას, რომ აი კონცეფციაც გამოკვეთილია და მათი დამოკიდებულებაც აი ამ თითოეული პერსონაჟის მიმართ. კიდევ აი რამ შემაძრწნა, ახლა ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან თანამედროვე სპექტაკლია, ძალიან კომპაქტურია, მაგრამ მიუხედავად ამ თანამედროვეობისა, უზარმაზარი აუზებია გადმოტანილი, აი დასაწყისში რო იწყებს შაკო მირიანაშვილი, რომელსაც მართლა არაჩვეულებრივად მიყავს თავიდან ბოლომდე და უზარმაზარ ენერგიას დებს ხო ამ სპექტაკლში. იმხელა პაუზა იყო და როგორ გათამაშებული, ხო? რომ ვერ მოიწყენ, თვალს ვერ მოწყვიტავდი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაფერს არ აკეთებდა, ხო, მაგრამ აი შინაგანად მუშაობდა. აი შინაგანი დიალოგი იყო პირდაპირ გადმოტანილი, ხო? და თვითონ ეს ყაჩაღების ჯგუფიც ძალიან ქმედითია, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია რაოდენობა, ხო, ცოტანი არიან, ძალიან კომპაქტურია. მაგრამ აი თითოეული მათგანი ჯერ ის კარგად აყავს რეჟისორს შერჩეული, ხო, ეს მსახიობების შერჩევაც ძალიან ეხერხება, თან დისციპლინაც აქვს. მის ყველა სპექტაკლში იგრძნობა ეს დისციპლინა და თქვენ ახსენეთ, რომ ის ძალიან აქტიურია იგივე Facebook-ზე ეხერხება, რომ რეკლამირება მოახდინოს, არაჩვეულებრივ ფოტოებს ადევს, ესეც მაყურებელზე ზემოქმედებას ახდენს. და აი ასეთი, რა ვიცი, საინტერესო სპექტაკლები შეუძლია შემოგთავაზოს, აი რაც შეეხება ჟანრულ სხვაობას ცოტა ხნის წინ მან გვიჩვენა, პიკარესკული არაჩვეულებრივად საინტერესო სპექტაკლი პატარა ცახესზე და ესეც რაღაც სრულიად განსხვავებულ ჟანრში დადგმული სპექტაკლი იყო, ასე რომ აი შემდგომ უკვე რას შემოგთავაზებს, მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები. Ოღონდ ჩვენ მიზღადარჩენია, რომ ვუსურვოთ მაყურებელს, უბრალოდ ვურჩიოთ თუ არა გვჭირდება ნახოთ ეს სპექტაკლი და საერთოდ რეალურად თეატრში სადაც წარმატება ყველა არტისტი ვინც მონაწილეობს ამ სპექტაკლში და ჩვენ საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით დავნეტრობთ ამ პროტოკოლს, დავնეტრობთ ჩვენი სტუდიები. ნავხანს